მაშ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. აი ესეთი ჰანგებით. თუ გესმით, გავწმინდოთ აქაურობა, სივრცე. სასიამოვნოა ისე კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად. ჩემ არხზე შემოსვლა, მოგესალმებით აქედან. და ნახოთ, ეხა ბევრი კითხვები იყო კონტაქტზე შემოსული. ხო და აბა კონტაქტზე გამოვა ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ ორ პოზიციაზე გავაკეთებ. თუ იქნება კონტაქტი, როდის დამთავრდება ეს დუმილი, როდის გამოვა კონტაქტზე, ანუ ამ დაგვარი რა, მოკლედ. კონტაქტია აქ. ან მესიჯით, ან ისე არ ვიცი. როგორ კონტაქტზე გამოვა? პირველი ვარიანტი. კონტაქტზე გამოვა მეორე ვარიანტი. მთლიანობაში ამოვიდა დაფარულია, რაღაცას მალავს, რაღაცას არ ამბობს. პირველ ვარიანტთან ამოვიდა, რომ წარსული ცხოვრებიდან მოდის ის გრძნობა, ის რაღაც ანუ წარსულიდან ამოსული ადამიანია და კონტაქტზე გამოვა. გამოვა და ენდომება თქვენთან ერთად აი დღესასწაული რო იყვიან სადღაცა molxena, გასვა, სიხარული, ანუ ან თქვენ აძლევთ იმის განცდას, რომ ეს ადამიანი თქვენთან, ანუ როგორც ზეიმი, აი როგორც სიხარული, როგორც ბედნიერება, ისე ავსებული და ანუ პირველ ვარიანტთან მოვიდა ეს, წარსულიდან მოდის ეს ადამიანი. ეხლა მეორე ვარიანტი, აბა კონტაქტზე გამოვა. მეორესთანაც აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენ გიყურებთ ეს ადამიანი როგორც მიმზიდველ, ლამაზ, ჩამოყალიბებულ, ფეხზე დამდგარ, ასე ვთქვათ, ცივი გონების ქალს, ყველანაირად მიმზიდველს, ჭკვიანიც ხართ და ყველაფერი რო გაქვთ და პლუს გამარჯვებულია. ანუ მისი აი როგორ გითხრათ, შინაგანი გრძნობით, თქვენ შეიძლება უფრო მეტად გახართ მასზე, არ ვიცი, რით, მენტალობით, ფიზიკურად, არ ვიცი, რით, თქვენ უფრო მეტი ხართ და ანუ გამარჯვებულია რას ნიშნავს, რომ მის გულში უხარია, მაგრამ რო იცის, რომ თქვენ აღმატებული ხართ მასზე, თითქოს ცოტა დაკნინებულია და მეორე ვარიანტს მაინტერესებს აბა ერთი. დავაკონკრეტოთ, ხო? საჯარო გაშლავა და კი ბატონო და ტრანსფორმაცია აქვს, შეცვლა უნდა, ანუ უკეთესობა უნდა. რაღაცით უნდა რომ მოგაწონოთ თავი, უფრო ჭკვით, თავისი აი ბიზნეს პროექტი, რაღაცა რომ საქმიანობს, რაღაცას რომ აკეთებს, რომ რაღაცა წარსულში აი ესე ვქენი და ეხლა მომავალშიც გამომივა, აი რაღაცა აი ესეთი ფრაზებით მოდის, ანუ თქვენ მეტი ხართ, მოკლედ მეორე ვარიანტთან ესე ამოვიდა და უნდა რომ არ ჩამორჩეს ამ თქვენ იმას, რა ქვია, ტემპს, ხო? და რაღაცით მოიწონოს თავი. ეხლა პირველ ვარიანტსაც და მეორე ვარიანტსაც ამოვიდა, რომ დაელოდით და კონტაქტზე გამოვა, მაგრამ მე ეხლა ამოვიღე და მთავარანგელოზ მიქაელის დასტა და ორივე ვარიანტისთვის იქნება რჩევა. რჩევა თქვენი მფარველებიდან და რაც თავარია მთავარანგელოზ მიქაელიდან. აი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რა იქნება რჩევა? დღევანდელი დღის რჩევა, დღის კარტი. მფარველებიდან. Self respect, ანუ ხარ დაცული და გთხოვენ უბრალოდ respect, ანუ პატივისცემას. ხო? რომ პატივი ეცი შენ გულში, რა თქმა უნდა, და დააფასე ის, რაც გაქვს, შენი თავი პირველ რიგში, შენ თავს ეცი პატივი, დააფასე ის ტალანტები, ის უნარები, რაც გაქვს და მადლობა უთხარი ღმერთს, მფარველები შენთან არიან. ანუ ამ შემთხვევაში აი ესეთი მესიჯია. შენი თავი უნდა შეიყვარო, დააფასო, პატივისცე და უკვე მერე შენიდან გამომდინარე სხვებიც პატივს გცემენ და სხვებიც დაგაფასებენ.
აი ესეთი მოკლე გაშლით, გემშვიდობებით თუ მოგეწონოთ დამილაიქეთ, თუ რეზონირდა, რა თქმა უნდა, კომენტარებით დამიწერეთ, რა თემაზე გინდათ, რომ შემდეგ გავითვალისწინო და გაგიშალოთ. ჩემთვისაც მოტივაციაა და თან ენერგიების გაცვლა გამოსვლაც გამოდის და ვისაც პირადში უნდა ჩემთან დაკავშირება WhatsApp-ით და Viber-ით 599258527. მობრძანდით და პირადში კონსულტაციაზე განვიხილავთ უკვე ყველაფერს, რაც ამოდის. და რა თემებიც გაინტერესებთ, მაგრამ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა პირადი და აბა თქვენიც და რჩევაც იქნება რა თქმა უნდა თქვენი მფარველებიდან აუცილებლად. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ.